როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ემოციის მართვაზე და ეს ემოცია თუ არის ძალიან დიდი ბრაზი მაგალითად, ძალიან დიდი სევდა, იგივე შიში, სასოწარკვეთა, ეს რა თქმა უნდა სოციალურად რამდენად მისაღებია მისი გამოხატვა, რამდენად არ არის მისაღები და გააჩნია სიტუაციას ადამიანს აქვს თავისი ასე ვთქვათ ჭერი. ამ ჭერის იმაზე მეც არ აკეთებს, ნუ მე შენ რა ცხადე ვინც არის ხო ადამიანი. მან იცის რომ რაღაცა ამის იქით ის ყველაფერს დაკარგავს. იგივე სამსახურში რაღაცებს ითმეს, რაღაცებს ბლოკავს და აი სახლი ხდება ის ადგილი, სადაც შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება, ცუდი გაგებით, რომ გამოაფრქვიოს ყველაფერი ნეგატივი, თქვა ცოლზე, შვილებზე, ქმარზე, შვილებზე. ეს ხდება და ერთგან დაბლოკილი, მეორეგან ამოფრქვეული და ეს როგორ მართოს ადამიანმა ეს ემოცია, რომ აი თვითეკოლოგიურიც იყოს და არც სხვა დააზიანოს და არც თავის თავია იმასთან დაკავშირებით. პირველი ძალიან ისეთი კითხვა ღრმა და ძალიან შინაარსიანი, რას ვაკეთებ მე როცა გაბრაზებული ვარ? მოდი წინაპირობები მოვიწიო. რა მოხდა? აი ამ გაბრაზებამდე რა მიმიყვანა? ფრუსტრირებული ვარ, რაღაცა დავგეგმე, რაღაცა კონკრეტული მოლოდინები მქონდა და ვერ გამიმართყდა. თუ თავი იჩინა იმ რისკმა, რომელზეც მე არ მიფიქრია. მეორე ის, რომ სახელდება გავაკეთო. დიახაც მე ხარ გაბრაზებული ვარ. ოღონდ ეხლა რას ვაკეთებ? ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება გამყვეს ვიღაცაზე გაბრაზება, გადავიტანო ცოლზე, შვილზე. ეს სერიოზული შეცდომაა, იმიტომ რომ იქ ფსიქოკლიმატიც ფუჭდება ოჯახში, ხო? ტრაუმული გამოცდილება ბავშვების ძალიან ხშირად აბსოლუტურად სხვა რამეში იძენს თავს.